გამარჯობა. ხშირად გვაქვს ხოლმე Excel-ში ორენოვანი ფაილის საჭიროება. ან მაგალითად მოგცემული გვაქვს რაიმე ტექსტი და გვინდა რომ ის იყოს სხვა ენაზე. მოკლედ Excel-ს დაემატა ერთი ახალი ფუნქცია, რომელიც გახლავთ Translate. მე გიორგი ვარ დათუქიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. სანამ უშუალოდ ფორმულას გაგაცნობთ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენი ტრენინგები ელექტრონულ აკადემიაში, რისთვისაც შეგიძლიათ მოგწეროთ ან დაგვიკომენტაროთ. ახლა კი მოდით უშუალოდ ვნახოთ თუ როგორია ჩვენი ფორმულა. ტოლია, translate და შემდეგ ვუთითებთ კონკრეტულ იმ უჯრას, რომელშიც წერია რაღაც ტექსტი, რომლის თარგმნაც გვინდა. ასევე შეგვიძლია შემდეგ თავისთავად უნდა ავირჩიოთ ენა. ენას როგორც ხედავთ, მოცემულია სხვადასხვა ენები ანბანის მიხედვით. ჩვენ გვინდა ინგლისური, რომელიც არის English, აი ესე ბრჭყალებში აუცილებლად და შემდეგ უკვე შეგვიძლია მივუთითოთ მაგალითად ქართული. ანუ ოღონდ არა G დააკვირდით, ეს ის სასოებია, რომელიც უშუალოდ ჩვენ კლავიატურა რომ გვაქვს ხოლმე დაყენებული Windows-ის მარჯვენა ქვედა კუთხეში, სწორედ ის ნაწილები. და შესაბამისად დავხუროთ ასეთ დროს უკვე და მივცეთ Enter-ი. როგორც ხედავთ, თარგმნა კიდეც. მოდით მოვსიჯოთ და დავწეროთ მაგალითად, ამ შემთხვევაში დავწეროთ დავუშვათ My name is George დათუქიშვილი და აი თარგმნა, როგორც ხედავთ, მე ვარ ქართველი, because I am Georgian მიწერი. დავაბრუნოთ ტურიზმზე და ფორმულა უკვე დავწეროთ ესეთი ფორმით. მივუთითოთ აი აქ ეს უჯრა და Enter-ი. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც ის თარგმნის. თუმცა თუ გვინდა რომ ის გავავრცელოთ, მაშინ შეგვიძლია რომ აქ გავყინოთ A, ანუ ამ შემთხვევაში ჩავუსვათ დოლარის ნიშანი A-ის წინ, ხოლო აქ კი ერთიანი. შემდეგ მივცეთ Enter-ი, გამოვწიოთ და ჩამოვწიოთ. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში მივიღეთ უკვე ნათარგმნი ქართულზე, თურქულზე, ფრანგულზე და ასევე გერმანულ ენებზე. თავისთავად შეგიძლიათ გაზარდოთ და დააკვირდებით, რომ აი ყველა ენაზე არის ნათარგმნი სწორედ ეს წინადადება My name is George დათუქიშვილი and I am Georgian. აი გასწორდა კიდეც. და შესაბამისად გამოგვევიდა შესაბამისად ფორმულა, რომელიც სულ დინამიურია. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი.